კადრებია პირიქით მომხნევებდნენ რომ ყველაფერი დაალაგდება არ ინერვიულო მათე შენ ჭირდები. აი ახლა ისეთ რამეს მოგიყვები შეიძლება ადამიანმა არ დაიჯეროს. აი უყურე როგორ იყო ანი ხომ დამაკავეს ხო გადამიყვანეს ციხეში რო იმაში გადამიყვანეს მოდულის შენობაში ვიყავი ხო თქვათ აი ამ მოდულის შენობიდან უნდა მოვიყვანეთ სასამართლოზე შენ დაიჯერებ რომ ორი ახალგაზრდა ბიჭი პოლიციის თანამშრომლები ამათ უნდა გადავეყვანე ახლა იმის შემდეგ დიდი დრო არის გასული უბრალოდ ისეთ რამეს ყვები შეიძლება არც არის მოსაყველი შეიძლება რა ვიცი უბრალოდ ადამიანებმა იცოდნენ რომ პოლიციის თანამშრომელი და ზოგადად თანამშრომლები საქართველოში ცუდები არ არიან აი გაჩნია შე როგორი ტიპი ხარ ისე მოგექცევია თქვათ ხო ახლა როცა პოლიციის თანამშრომელია ციხის უფროსია მას არასდროს არ უნდა აკადრო ის რაც არ ეკადრება ხო ჩემთვის არავის არ მოუთხოვია ისეთი რამე გააკეთეო რომელიც ჩემთვის იყო მიუღებელი სიტყვაზე თქვა არც უკადრებია და არც გაუვლიათ თავზე უყურე როგორ იყო გადმოვყავართ სასამართლოზე და ორმა ბიჭმა გადმომიყვანეს რომ გადმომიყვანეს გზაზე მოვდივარ დიღომში და სადღაც გადაუხვიეს და რო გადაუხვიეს მე ვთქვი საათ გადაუხვიეს რა არის რამე დავალება ხო არ აქვს უყურე აი სწორად მინდა მოსახლეობამ გაიგოს აი როგორი ადამიანები არიან ქართველი და ქართველი პოლიციელების უმრავლესობა უყურე ესენი პოლიციელები იყვნენ და გადაუხვიეს იყიდეს ლიმონადი აი პეისა ბოდიში პეპსიკოლა და იყიდეს ხაჭაპური და ესე უყურე თვითონაც ჭამდნენ და მე დამიდეს ერთი პეპსიკოლა და ერთი ნაჭერი ხაჭაპური თვითონაც თვითონ ნაჭერი ხაჭაპური მანქანაში ჭამდნენ გზაზე და მითხრეს რომ აი გთხოვთ მამაშვილულად რომ ეს მეჭამა და როგორც ესენი ჭამდნენ სასამართლოს მისვლამდე მე ის მივირთვი როგორც მიირთვა აი ამ ბიჭებმა ახლა მე რა კაცი უნდა ვიყო რომ თქვა ცუდი ვერ ვიტყვი ვერც მე ეს ბიჭები აი ვერსად ვერ ვნახე ახლა არც სახელი მახსოვს არც გვარი ორი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ დაახლოებით იქნებოდნენ 25-26 წლის 26-27 წლის ბიჭები და რა თქმა უნდა დიდ მადლობას უხდი თუ ამას გაიგებენ აი ეს არის ჩემთვის რა ვიცი აი ძალიან დიდი პატივიცემაა მაგათი მხრიდან იგივე ციხის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივად ვიყავი როგორც სხვა პატიმრები დიდი მადლობა ნახამდის საინტერესო იყო მომავალ შეხვედრამდე